ხელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ნათლისღების წინა დღე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მით უმეტეს დღევანდელი დღე, როდესაც კვირა დღეს არის დამთხოვი. ნათლისღების წინა დღე მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველთვის არის მარხვის დღე. და აი თქვენ თუ დააკვირდებით, ესე იგი, საერთოდ ზიარების წინ ხო უნდა მარხვით ემზადებოდეს ადამიანი რა და ამას თავისი სულიერი შინაარსი აქვს. ეხლა აღდგომიდან რა არის, ბოდიში შობიდან ნათლისღებამდე არის ხსნილი. მაგრამ ეს ერთი დღე არის მარხვის დღე, რომ ნათლისღების დღესასწაულს კიდევ უფრო რაღაცა მოწესრიგებულად და მარხვით შეხვდეს ადამიანი. უფალი ამბობს სახარებაში, რომ თვინიერ ლოცვისა და მარხვისა დაცემული ძალა ადამიანისაგან არ გავა. დღევანდელ სახარებაში იყო ნათქვამი, რომ წმინდა ივანე ნათლისმცემელი მდინარე იორდანეში ადამიანებს ნათლავდა. არსებობდა იუდაური განბანვა, რომელიც უფრო სხეულებრივ განწმენდას გულისხმობდა. არსებობდა ივანეს ნათლისღება იგივე, რომელიც იყო, ესე იგი, სინანულისათვის მოსამზადებელი. და თავად წმინდა ივანე ნათლისმცემელი ეუბნაოდა ხალხს, რომ მე წყლით გნათლავთო სინანულად, ხოლო ჩემს შემდგომ მოდის, რომელიც მოგნათლავთ სულითა, წმინდითა და ცეცხლით. და ის ნათლისღება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ეს არის უკეთ ცოდვათა მიმტევებელი. მაგრამ აი ამისათვის წმინდა ივანე ნათლისმცემელი ამზადებდა ადამიანებს, რომ სინანულის გარეშე შეუძლებელი. ანუ უფალთან შეხვედრა სინანულის გარეშე შეუძლებელი. ამიტომაც, როდესაც წმინდა ივანე ქადაგებდა, ეუბნაოდა, რომ შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია სასუფეველიცათა. ჩვენ ახლა ამის შემდგომ წუხრი აღესრულება და წყალკურთხევა და იქ იქნება სახარება წაკითხული წუხრის დროს, სადაც ნათქვამი იქნება, როგორ ამზადებდა ივანე ნათლისმცემელი მასთან მოსულ ადამიანებს. ისინი ეკითხებოდნენ, ჩვენ რა გავაკეთოთ, სხვადასხვა პროფესიის თუ სოციალურ ფენაზე მყოფი ხალხი, ჩვენ რა გავაკეთოთ და ყველას პასუხობდა. აი მაგალითად, უბრალო ხალხი მიდიოდა და ეუბნაოდა, ჩვენ რა გავაკეთოთ, მარტო ის ხო არ არის, რომ მოინათლოთ. ეუბნაოდა, თქვენ, ესე იგი, ვისაც ორი შესამოსელი გაქვთ, ერთი სხვას მიეცით. ვისაც საკვები აქვს, ისიც ასე მოიქცეს. იქ მხედრად განწესებულნი, ანუ სამხედროები მოდიოდნენ, ეუბნაოდნენ, ჩვენ რა გავაკეთოთ. ეუბნაოდა, თქვენს ჯამაგილს დასჯერდით, ნურავის ნუ შეავიწროებთ. ანუ იქ არც ერთ პროფესიაზე არ უთქვამს, რომ მაგას გაანებეთ თავი. იქ მეზვერეები მოდიოდნენ, არ უთქვამს, რომ დაანებეთ მეზვერეობას თავი. არამედ ეუბნაოდა, რომ ნურავის ნუ შეაჭირებთ. რაც დაწესებულია, ის გააკეთეთ. რასაც პატიოსნად გააკეთებ, ის გააკეთე. და იმაზე მეც, ანუ შენი ვნებების დაკმაყოფილებას, რაც განეკუთვნება, იმას ნუღარ გააკეთებ და დანარჩენი გააგრძელე შენი საქმიანობა. მაგრამ ერთადერთი, ვისაც ყველაზე უფრო მეტად მკაცრად ამხილებდა წმინდა ივანე, იყვნენ ფარისევლები, რომლებიც, ესე იგი, მოდიოდნენ მოსანათლად და წმინდა ივანე მათ გულებს ხედავდა, როგორც ჩანს და ამხილებდა და ეუბნაოდა, რომ ვინ გიჩვენათ ეს, მოდი ესე ვთქვათ, უფრო გასაგები, ეს მოკლე გზა სული ცხონებისთვის ვინ გიჩვენათ. გამოიღეთო ნაყოფი ღირსი სინანულისა. ანუ თუ მოდიხარ, რომ უნდა მოინათლო და სულის გადარჩენას ეძებ ამაში, მაგრამ მხოლოდ გარეგნული ნიშნებით, ეს არ არის საკმარისი. წყლის დასხმა კი არ აცხონებს ადამიანს. არამედ აცხონებს ის, რომ მან გამოიღოს ნაყოფი ღირსი სინანულისა. რას ნიშნავს ნაყოფი ღირსი სინანულისა?
ჩვენ შეიძლება აღსარებაზე მოვიდეთ და ვთქვათ, რომ რაღაცას ვაფუჭებთ. მაგრამ ნაყოფი არ გამოვიღოთ, ან არ შევცვალოთ ჩვენი ქმედება, ჩვენი ფიქრი თუ ჩვენი სიტყვა, ის რასაც ჩვენ ვაშავებთ. და მაგ შემთხვევაში, ესე იგი, ფარისეველივით მოვდივართ ჩვენ. და ესე იგი, გამოდის, რომ ტყუილად მოდის ის ადამიანი. ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მოდის და არ ცდილობს, რომ ის შეცვალოს, რაც თქვა აღსარებაში, გამოდის, რომ ის რისთვის მოდის, ანუ თუ შინაგანი განწყობა ეს არ აქვს, რომ შეცვალოს. თუ მარტო აი დავუშვათ მოვდივართ, იმიტომ რომ აი როგორღაც ზიარება მივიღოთ, ესეც ჩვენი მხრიდან დამახინჯებული წარმოდგენის წარმომაჩინებელია, რომ აი მაინც და მაინც ზიარება უნდა მივიღოთ. კი ბატონო, ზიარება უნდა მიიღოს ადამიანმა. ეს ჩვენი გამწმენდელია. მაგრამ აი სამწუხაროდ შევხვედრივართ ისეთ შემთხვევებსაც, რომ აი ადამიანი ძალიან დაჟინებით ითხოვს, რომ აზიარონ. სანამ მოამზადებ მას ზიარებისათვის, ესე ხო ვერ აზიარებ, ხო რაღაცა უნდა შეასრულოს, რაღაცა მოვიდეს იმ სულიერ მდგომარეობაში, ასე თუ ისე. მანამდე ესე იგი ძალიან დაჟინებით ითხოვს და რომ უკვე შეიძლება რომ ის აზიარო და ერთხელ ეზიარება და ახლა ეუბნები რომ მოდი აი ხშირად ეზიარე. აღარა ჩანს. ესმით აი სანამ შენ გაბრალებს უდელს რომ აზიარო, მანამდე დიდ გულზეა. აი მე უკვე თავისი გასაკეთებელიც ვარ, აბა მოდი ახლა შენ ილოცე კიდეც მარხვა შეინახე თუ ხშირად ეზიარე აღსარება თუ მე ეზარება თუ არ ვიცი რა ხდება. არა და ნათლისღებით, აი იმ ნათლისღებით, რაც ქრისტემ დაგვიწესა ჩვენ შემოვდივართ ეკლესიის მაცხოვნებელ წიაღში. მოდი აი ამ ყველაფერს იმაზე უფრო სერიოზულად შევხედოთ, ვიდრე აქამდე უყურებდი. შეიძლება აქამდე სერიოზულად უყურებდა ადამიანი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კი არა წეს ადამიანს. ახლა ჩვენ ესე შევხედოთ, რომ ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა. აი მაგალითად ნოემრო კიდობანი ააშენა და მასში შევიდა. ის იმ კიდობაში გადარჩა ის და მისი ოჯახი. და დანარჩენები გარეთ ვინც იყვნენ, ისინი ვერ გადარჩნენ. და კიდობანი სწორედ ეკლესიას არის შედარებული. როდესაც ჩვენ ვინათლებით და ეკლესიის მაცხოვნებელ წიაღში შემოვდივართ, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, ესე იგი, ამ ყველაფერს, რომ არ მოგვიტაცოს, როგორც მოციქული პეტრე ამბობს, ეშმაკიო, როგორც აი კვირალი ლომიო რო ღრიალებს და დადის და თავის საკვირველს ეძებს, ესე დადის, რომ ვიღაცაში თან დგას, ესე იგი. და ვინ ვიღაცა, ვინც კიდობნის გარეთ არის, ის კი არის, ის ისედაც მისია. არამედ აი ის ჩვენ რომ მოვდივართ ესე და რა ვცდილობთ თუ რაღაცას ვეწალებით, რაღაც ლოცულობთ თუ მარხულობთ თუ აღსარებას ვამბობთ თუ სხვა რა. და ახლა ჩვენ რომ მოვდივართ, აი ეს ტაძარი 10 წლის წინ გაიხსნა. აბა შეხედეთ 10 წლის წინ ვინც მოდიოდა, ყველა შემორჩა, სამწუხაროდ ყველა ვერ შემორჩა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არც ერთს არ გვაქვს გარანტია, რომ 10 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ღვთის მადიდებლები ვიქნებით. ახლა შეხედეთ 12 მოციქულიდან ერთ-ერთი იუდა მოახერხა ეშმაკმა და წაიყვანა. შემდგომ იყო კიდე 7 დიაკონი გამოარჩიეს, თუ გახსოვთ საქმე მოციქულთას ვინც კითხულობს. იმ 7-დანაც ერთ-ერთი ანტიოქიელი ნიკოლოზი ისიც მოიტაცა ეშმაკმა. და ისიც წაიყვანა. წარმოიდგინეთ, ვიზია საუბარი, აი სამყაროში 12 კაცი გამოარჩია უფალმა და იმ 12-დან ერთი დაეცა. იმ 7-დან ერთი დაეცა. ამ 100-დან რომ რამდენი მოიტაცეს და ვისაა გარანტია რომ არ მოიტაცებს. და იცით ვისაა გარანტია რომ არ მოიტაცებს, ვინც არის თამდაბალი და მორჩილი. ეგეც უფალმა გამოგიცხადა, ანუ ჩვენ უნუ გეშვათ კი არა ვართ, რომ რაღაცა გზა არ გქონდეს, ეს გზაც გვაჩვენა უფალმა. ვინც არის თამდაბალი და მორჩილი, იმას ვერ მოიტაცებს. იმიტომ რომ თამდაბალი და მორჩილი ღმერთს ენდობა და ღვთის ნებით ცხოვრობს და არა საკუთარი ჭკუით.
ყველაზე ადვილი არის ამპარტავანი ადამიანის დაღუპვა. იმიტომ რომ იმას თავისი აზრებისა უფრო ჯერა, თავის თავზეა მინდობილი. ეგეთი აი ყველაზე კარგი სამიზნეა ეშმაკისათვის. იმიტომ რომ ესეც ადვილად ჩააგონებს რაღაცას. და ესეთი სხვის რჩევას არ ითვალისწინებს მე. აი ეკლესიის რჩევას არ ითვალისწინებს. აი მაგალითად ბაღში რომ ბალახი არის გასათიბი, რომელი ბალახი მოიწრება ყველაზე პირველი, ისაც თავი აქვს აწევა, ვინც მიწას არის გართხმული, ის გადარჩება და არ იჭრება ხოლმე. და ესე თუ ადამიანი თამდაბალი, თუ ადამიანი ღმერთზეა მინდობილი, ის გადარჩება. მაგრამ იმისათვის რომ ესე იგი ადამიანი გადარჩეს, უნდა საკუთარ სულში ჩაიხედოს და აღმოაჩინოს ის ცოდვები, რაც მას აქვს. როგორ დამდაბდება ადამიანი, თუ თავის თავს არ იცნობს. აბა შევხედოთ ჩვენს თავს, შევხედოთ არა ისე მეზობლის თუ მრევლის თუ ვიღაცის ფონზე. შევხედოთ ჩვენს თავს სახარების ფონზე. სახარება იყოს ჩვენი სულიერი სარკე და ჩავიხედოთ რამდენად ცხოვრობთ ისე როგორც სახარებაში ანათქვა. როგორც წმინდა მამათა ცხოვრებაშია მოთხრობილი. ჩვენ ესე იგი აი თუნდაც აი ახლა გადმოვხედე. რამდენი ადამიანია, ვინც რამდენი ხანია არ ზიარებული. კი, დავდივართ და ეშმაკიც გატყვევს რა, ხო დადიხარ. მაშინ რა, იარონ ამინ. ლექსის ბოლოს. იარონ, მაგრამ მარტო სიარული ხო არ აცხონებს. აცხონებს სიარული ისე, რომ როგორიც არის მაცხოვნებელი. შეგნებულად რომ მოდი, რისთვის მოვედით ჩვენ. მე ახლა შეხედეთ, რამდენ ადამიანს ესე იგი როცა წაართვა, მარხვა წაართვა, ვეღარ აკეთებს. ჩვენ ესე იგი ამ წუთისოფლის რაღაცა ხორციელ საქმეს გამოვეკიდებით და აი ისე ზედმიწევნით შევასრულებთ, წვრილმანებამდე ჩავყვებით, ესე იგი, რომ აი ეს პატარაც არ დარჩეს. მაგრამ სულიერი საკითხი, დიდიც რო იყოს, იმას მივაფუჩეჩებთ. თუმცა არაფერი. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ზოგჯერ ჩვენ მოვდივართ. აი აქვე ვიღაცას როვლიდან ამოახევინებთ ფურცელს და ეთყობა ხოლმე ნაჩქარევად ამოხეული რო არის ზოგი რა ფორმისა და ზოგი რა ფორმის მივაჯღავნით ზედ აღსარებას და აჰა ბილეთი გვაქვს ზიარების. ეს არის თავის მოტყუება, მეტი არაფერი. თავის მოტყუება. ეგ არ არის აღსარება. მაგაზე თქვენ დაიმედებული ნუ იქნებით. აღსარება ეგ არ არის. აღსარება არ არის მხოლოდ ის, რაც უცბად შევამჩნიეთ ჩვენს თავს. აღსარება ის არის ადამიანი საკუთარ თავს სამსჯავროს რომ მოუწყობს. აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ახლა ღვთის წინაშე ვდგევართ. წმინდა ივანე ნათლისმცემელი ხო ამზადებდა ადამიანებს ქრისტესთან შესახვედრად და წმინდა ივანე ნათლისმცემელი არის მაგალითი თითოეული მოძღვრისა. რატომ? არაერთი მხრივ, მაგრამ ამ მხრივაც რომ მოძღვარი ცდილობს რომ უფალთან შესახვედრად მოამზადოს ადამიანი. ხო და ახლა ჩვენ დავფიქრდეთ. აი დღეს რომ ჩვენ მოგვიწიოს გარდაცვალება და უფალთან შეხვედრა. გავმართლდებით ჩვენი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. იქნებ რამე გვაქვს ისეთი რაც ჩვენ დაგვუყავს, იქნებ რაღაცა ცოდვა დაგვჭირს სათქმელი. ჩემი მოძღვარი სულ ამბობს ხოლმე აღსარება ადამიანმა ისე უნდა თქვას, აი როგორც ბოლო აღსარება. ანუ არაფერი არ დაიტოვა. არ დაუტოვა ის პატარა კუდი, არ დაიტოვა შენთვის სათქმელი რაღაცა. რატომ? იმიტომ რომ ერთ-ერთი აღსარება მართლაც ბოლო აღმოჩნდება. და უფალთან შეხვედრა სანამ მოხდება, ადამიანმა საკუთარ თავს უნდა მოუწყოს უფალთან შეხვედრა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როდესაც ადამიანი ამაზე ფიქრობს, რომ ესე იგი ეს წუთისოფელი უცბად გაივლის, ძალიან სწრაფად გაივლის.
ახლა თქვენ ვისაც ყავთ სახში მოხუცებული ადამიანები, შეეკითხეთ და ნახავთ რა უცბად გაიარა მათთვის. ძალიან უცბად გაიარეს და რას ელოდება ადამიანი? აი რას ელოდება? ვინც დაუშვათ არ დაიწყო ლოცა, რას ელოდება? ვინც არ ამბობს აღსარებას, ის რას ელოდება? მე რა ხდება? მე სულიერი დარღვევების გამო ხორციელი ცირღვევა და ადამიანი სამწუხაროდ მხოლოდ დღა მაშინ მოდის, რომ რაღაც ხორციელი ჭირი ნახა, ხორციელი სირცხვილი ნახა სადღაც და მაშინ აწუხა და ან შეიძლება ვიღაცის თვალის ასახვევად, აჰა, ესეც მოვიდა ტაძარში ვითომ რაღაც. მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ სინამდვილეში რისთვის მოვედით. რომ ესე იგი, როდესაც ადამიანი ინათლება, ეკლესიის მაცხოვნებელი წიაღის ნაწილი ხდება და ეს ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი. ჩვენ შეიძლება უამრავი ადამიანი კიდევაც გვაკრიტიკებს, კიდევაც ცუდს ამბობს, მაგრამ იმაზე წმინდა კრებული, რაც არის ეკლესია, არ არსებობს სამყაროში. იმაზე წმინდა კრებული არ არსებობს. მიუხედავად ჩვენი უამრავი ცოდვისა, მანკიერებისა და დაცემებისა, მაინც იმაზე უფრო სუფთა და წმინდა კრებული არ არსებობს სამყაროში. იმაზე სუფთა და წმინდა საზოგადოება არ არსებობს სამყაროში. თუ არა და თქვენ დააკვირდით კარგად, ვინც რა სფეროში ხართ, როგორ ხართ. მაგრამ აი ამ კრებულს ელოდება განსაცდელების გამოვლა და ელოდება მრავალი საცდურის გამოვლა. ელოდება. ამიტომაც აი ჩვენ ვატყობთ ყოველდღიურად, რომ ვიღაცა ახალი მოვიდა ტაძარში. ვიღაცა წავიდა, დაიზარა, განელდა. აი გუშინაც ლოცვის შემდგომ ამბობდი. განელდა ადამიანი, იყო ერთი პერიოდი გომხურვალე, სხვასაც რომ ჯობნიდა, სიტყვაზე, გარეგნულად ყოველ შემთხვევაში. იმის სულში რა ხდებოდა, კაცმა არ იცის, შეიძლება ძალიან დიდი სიამაყეც ჰქონდა და ამიტომაც დაუშვა ღმერთმა მისი განელება, ესეც არავინ არ იცის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ჩანდა, რომ ვიღაცაზე უკეთესად აკეთებდა რაღაცას. მაგრამ ნელ-ნელა განელდა და გუშინაც ამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ექსპერიმენტი ჩაატარეს, ესე იგი, რომ ორი ბაყაყი ჩასვეს წყალში, ერთი ცივ წყალში ჩასვეს, მეორე აი ადუღებულ წყალში ჩასვეს თუ არა ამოხდა. და გადარჩა. მეორე ცივ წყალში ჩასვეს და ძალიან ცეცხლზე დადგეს. თავიდან წყალი ცოტა შეთხვა, ვიცი, იქნება სიამოვნა კიდეც არ ვიცი. მე ნელ-ნელა გაცხელდა, ოღონდ ძალიან ნელ-ნელა ხდება ეგ ყველაფერი. ანუ ისე რომ მოსათმენია მისთვის, ითმეს, ეს ცოტა არაუშავს და ისე მოიხარშა, რომ ცოტაობით. ის პირველი, რომელიც წყალში ჩააგდეს, ამოხდა პირდაპირ, გაგიზდა ეს რა არის, როგორ შეიძლება, რატო ამბობ? აი მორწმუნე ადამიანს ვინმე რომ უთხრას, ცოტა კარები გამოავიდა. მორწმუნე ადამიანს ვინმე რომ უთხრას, რომ შენ დღეიდან აღარ ცილოცებ, არც იმარხულებ, არც აღსარებას იტყვი, არც ეზიარები. ეგ იმას ნიშნავს, რომ იმ ცხელ წყალში ჩააგდო და ხელებს გაასავსოებს, ეგ როგორ მოხდება? მაგრამ ზუსტად ეგ ხდება, იმ ცოტაობით. შენ ცოტას დავაკვირდეთ შენ თავს ესე იგი. რამდენი ადამიანის შემთხვევაში მოხდა ეგ. დავით მევსალმონი ამბობს, ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღალწნი მათნი, რომელიც შენ არა მოგიახნეს უფალო. აი ამ აღვირით უნდა მოჭიმო ესე იგი და ძალით უნდა წაიყვანო ქრისტეს გზაზე, უნდა დააძალო, ცოტა დაძალება ჭირდება ზოგს. სინამდვილეში კი კაცმა თავის თავს უნდა დააძალოს. სხვანაირად არ გამოვა, ესე მიშვებული ქრისტიანი არ არის ქრისტიანი, არ გამოვა ეგ. იმიტომ რომ ეშმაკი ცოტაობით ისე ადვილად შემოგაყარებს ყველაფერს. ჩვენს ხელსაც რომ დავაკვირდეთ, აი ცოტა ხანი რომ გავა, თუ ჩვენს ხელს ყურადღება არ მივაქციეთ, ცხოველს დავემსგავსებით. ჭხილები წყალებს დაემსგავსება, თმები გაიბურწგნება თუ რაღაცა დაუბანელი გახდება სხეული და სხეულს ჭირდება, ხო ყოველდღიურად ჭირდება რა, მეთვალყურეობა, ზრუნვა. აი სულსაც ეს ჭირდება და
თუ სხეული ცხოველს ემსგავსება, სულშიც პირუტყული თვისებები ჩნდება მე დროთა განმავლობაში. ჩვენ ესე იგი სათამაშოდ კი არ მოვედით ეკლესიაში, ჩვენ მოვედით სულის გადარჩენისათვის, რომ ვილოცოთ ჩვენთვისაც, ჩვენი შვილებისთვისაც, ჩვენი ახლობლებისთვისაც. არავინ არ უნდა განიკითხო, იმიტომ რომ თუ განიკითხო, შენც მოგიწევს უფლის სიტყვისა იმ ცოდვაში, რომ გამოიარო. ამიტომ თუ არ გინდა რომ იმ ცოდვაში გამოიარო, მეტად თუ ნაკლებად, არ უნდა განიკითხო. უნდა დააფასო სხვა ადამიანი, უნდა იფიქრო, რომ ვინ იცის რა მიიყვანა ის ადამიანი იმ მდგომარეობამდე. არ უნდა განიკითხო და მიხვდები, რომ ესე იგი ჩვენც იგივე ჭაობში ვართ, რომელ ჭაობში სხვას განვიკითხავთ. როდესაც ადამიანი სხვას განიკითხავს, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ეგ არის ნიშანი, რომ მან საკუთარ ცოდვებზე გლოვა შეწყვიტა. როდესაც ჩვენ სხვის ცოდვების თვალიერებას ვიწყებთ, ეგ არის ნიშანი, რომ ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი ცოდვების გლოვა. და თუ შევწყვიტეთ ჩვენი ცოდვების გამოსინანული, ეგ არის სწორედ ჯოჯოხეთის გზა. ამიტომ სადაც ჩვენ ნახავთ, რომ უკვე სხვების განკითხვისთვის მოვიცალეთ, ამაში ძალიან უნდა გვეშინოდეს. და თუ ადამიანი სიმდაბლეს შეინარჩუნებს, უფალი ამბობს, რომ დაბალთა მოსცის მადლი. ამპარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო დაბალთა მოსცის მადლი და აი ეს მადლი ადამიანს შეინარჩუნებს, ადამიანს ისევ ამყოფებს ღვთის მაცხოვნებელ წიაღში. ამპარტავანი კი ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას. ფაქტიურად შეიძლება ითქვას განწირულია. წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, რომ სხვადასხვა მანკიერების და ცოდვის გამო შეიძლება ამა თუ იმ წმინდა შეევედრო, ყველა წმინდა ღვთისმშობელს შეევედრო და გიშვებოს, მაგრამ ამპარტავნებას ერთადერთი ყველა წმინდა სამება კურნავს. აი ამდენად დიდი არის ეს. ამპარტავანი ადამიანი, როდესაც სხვაზე უკეთესი გონია თავი. ამპარტავანი ადამიანი, როდესაც თავის მიერ გაკეთებულ საქმის გამო ღმერთს არ მადლობს და საკუთარ თავს მიაწევს. ამპარტავანია, როდესაც განიკითხავს, როდესაც სხვაზე ლაპარაკობს, როდესაც თავს იქებს. ამპარტავანია, როდესაც მაგალითად რაღაცა შეცდომის გამო ძალიან ნერვიულობს. ესეც ამპარტავნების ნიშანია, აი გადამეტებული, ესე იგი, წუხარება ცოდვის გამო, ეს სიმდაბლის და სინანულის ნიშანი კი არა, ეს ამპარტავნების ნიშანი, რომ მე როგორ მომივიდა. ზოგი ვერ უძლებს და თავს იკლავს. მე როგორ მომივიდა ეს რა, სიცხვილში ჩავარდი. და სულიერი კანონი ასეთია წმინდა მამათა მიერ გადმოცემული, რომ თუ ვინმე ამა თუ იმ სასიცხვილო საქმეში ჩავარდაო, ესე იგი უწინ ამპარტავნება ყოფილა. ამპარტავნება ყოფილა. ესე ამბობს წმინდა წერილი, რომ ამპარტავნებას დაცემა მოყვებაო. ამპარტავნებას მოყვება დაცემა და ჩვენ თუ დავაკვირდებით, როგორც წმინდა ივანე სინელი ბრძანებს, თითოეული ჩვენი დაცემის წინ რაღაცა ამპარტავნული აზრი ყოფილა. რაღაცა ყოფილა, რომ აი მე როგორ შემეშლება და ზუსტად იქ გეშლება. მე როგორ მომივა მას რომ მოვიდა და იქ მოგივიდა. თორე და როდესაც ჩვენ სადღაც ფეხს წამოვკრავთ, წავიბორძიგებთ, გავიხსენოთ წინა ფიქრები თუ სიტყვები თუ საქმეები ჩვენი და აღმოვაჩენთ, რომ სადღაც უეჭველად ყოფილა რაღაც ისეთი, რამაც თავის ზემოთ აგვაწევინა. მაგრამ ღმერთი მოწყალია, რომ არ დავიღუპოთ, რაღაცა დასამდაბლებელ წამალს გვიგზავნის ხოლმე. რომ ისევ შეგვინარჩუნოს თავისი შვილები, თავის მაცხოვნებელ წიაღში, რომლის კარიც არის ნათლისღება, რომლითაც ადამიანი შემოდის აი ამ მაცხოვნებელ წიაღში და ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ მივიღეთ რა ნათლისღების მადლი და მირონცხებისა, რომელიც ესე იგი მირონი რო ეცხება ადამიანს, მღვდელი ამბობს, ეჭედი მონიჭებულა სულისა მიერ წმინდისა. ესე იგი რას ნიშნავს? ადამიანი როდესაც ინათლება და ქრისტეს აღუთქვამს, რომ მისი მიმდევარი გახდება, მას უერთგულებს, რომ არა მადლი სულისა წმინდისა, ის ამ სათნოებების მოხვეჭას და ქრისტეს გზაზე სიარულს ვერ შეძლებს.
ამიტომაც სულიწმინდის მადლი განაძლიერებს მას და მირონცხება სწორედ ეს არის. ძველად როგორ იყო, აი მაგალითად მოციქულთა დროს მოციქულები ხელებს დაასხამდნენ ადამიანებს და მასზე გარდა მოვიდოდა მადლის სულისაწმინდის. აი როგორც სულთმოფენობის დროს რომ მოხდა, ხო გახსოვთ ცეცხლოვანი ენების სახით რომ მოციქულთა თავზე დაადგრა ეს მადლი სულისაწმინდისა. შემდგომ მოციქულები რომ მონათლავდნენ და თავზე ხელებს დაადებდნენ, მასზე გადმოდიოდა ეს, ანუ ის მირონცხება სწორედ ამან შეცვალა. რატო შეცვალა ახლა? მოციქულები ყოველ დროს ხო ვერ იქნებოდნენ, სადღაც გარდაიცვალნენ, ხო? თან ახლა როდესაც გამრავდა მორწმუნეთა რიცხვი, ახლა პეტრე მოციქულის ქადაგებისას ერთხელ 5,000 და შემდგომ 3,000 კაცი მოექცა. ყველასთან ხო ვეღარ მივიდოდნენ ეს მოციქულები. ამიტომაც შინაარსი იგივე დარჩა და შეიცვალა ფორმა. ნაცვლად ხელების დადებისა ხდება მირონის კურთხევა და მირონცხება. მაგრამ შინაარსი ერთი და იგივე. და როგორც წმინდა იოანე უფრო პირ ბრძანებს, მაშინაც ხილული სახით ხდებოდა ადამიანთა სისუსტის გამო, რომ მათ ხილულად ეკლესია, ახალი აღთქმის ეკლესია მაშინ იდგამდა ფეხს და ხილული ნიშანით საჭირო იყო, რომ ადამიანს დაეჯერებინა ეს. და ეს კი დღეს უხილავად ხდება. ჯერ ამბობს, ნახეთ, მე-4 საუკუნეში. დღეს უკვე უხილავად ხდება, მანამდე ხილულად ხდებოდა. შეიცვალა ფორმა, მაგრამ შინაარსი იგივე დარჩა, რომ ადამიანმა მადლი მიიღოს სულიწმინდისა, რომ მან შეძლოს ქრისტეს გზაზე სიარული. და ჩვენ ღმერთმა მოგვანიჭოს საგა, რომ არ გამგვეშოროს მადლი სულიწმინდისა. მადლი ადამიანს განეშორება მაშინ, როდესაც ცოდავს და არ ნანობს თავის ცოდვას. და როდესაც ნანობს, ის ამბობს, რომ მე ვემიჯნები ამ ცოდვას, მძულს ეს ცოდვა უფალო და შენთან ყოფნა მიდის. როდესაც ადამიანი არ ნანობს, ამით შინაგანად ამბობს, რომ მე მიყვარს ეს ცოდვა და ამ დროს განეშორება მას სულიწმინდის მადლი. როგორც არაერთგან ამბობს მაცხოვარიდან, როგორც ასევე უძღებიშვილის იგავი გვეუბნება, რომ მოკვდა ადამიანის სული, მაგრამ როდესაც შეინანა, მაშინ მამამ თქვა, რომ ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდა. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. ახლა ჩვენ შევასრულებთ მსახურებას და ბოლოს იქნება დიდი აიაზმა წყალკურთხევა. თქვენ ამ წყალს სახლში წაიღებთ, ოჯახებში ასხურებთ. ისედაც გახსოვთ კორონავირუსის დროს პატრიარქმა რომ ბრძანა, რომ ყოველდღიურად თუ ნაკურთხი წყალი ასხურეთ სახლში და დაცულები იქნებით. რაღაცა მნიშვნელოვანი რომ ხდებოდა ხოლმე, პატრიარქი ყოველთვის წყალკურთხევას ჩაატარებინებდა ხოლმე, ასხურებინებდა ხოლმე. ამას არ აქვს პატარა მნიშვნელობა. ესმითარ, მაგრამ ზოგჯერ მორწმუნე ადამიანი ამას აი რაღაცნაირად ისე უყურებს, ზერელეთ უყურებს. თუმცა თუ მორწმუნეა, ზერელეთ არ შეხედავს და თუ ზერელეთ უყურებს, მორწმუნეა? ვიკითხოთ. რა ვიცი, მაშინ რაღაც წამს. თუ ეს არას წამს, რას წამს მაშინ? თუ მორწმუნე რას აქვია, რომელსაც არას წამს? და თუ სწამს, მაშინ უნდა გააკეთოს, უნდა ასხუროს ის ნაკურთხი წყალი, განწმენდილი იცავს ადამიანს, მის ოჯახს იცავს. ეს უნდა სწამდეს ადამიანს. კურთხეულას ღმერთ